არსებობს ბრენდები, რომლებიც დაუსწრებლად გიყვარდება. და ჩემთვის ერთ-ერთი ეგეთი არის Oatly. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი იქნება უმცირესობისთვის, ანუ ვეგანებისთვის, რადგან დღევანდელი ჩემი ეპიზოდის მთავარი გმირი არის Oatly, შვრის რძე, რომელიც მგონია რომ მსოფლიოში ნომერ პირველი შვრის რძე არის და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება მთლიანად მას. და დღეს გავაკეთებთ 3 რეცეპტს, რომელშიც გამოვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ Oatly-ს 3 სხვადასხვა რძეს, ვანილის, Barista Editions და ასევე შოკოლადის რძეს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და მოსაწონი ეპიზოდი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინებიც არიან ვეგანები ან ვეგეტარიანელები და არ ჭამენ, ასე ვთქვათ, ცხოველურ ნაწარმს. რაც შეეხება მე და Oatly-ს ურთიერთობას, ძალიან ცოტა ხნის წინ დაიწყო. სხვადასხვა ძალიან ხშირად მხვდება და სოციალურ მედიაში, სხვადასხვა სერიალებში და ბევრი რეკლამა შემოხვედრია და ძალიან მომაწონა თავისი ბრენდინგით და მარკეტინგით. და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც მისი გასინჯონდობებია და ეხლა უკვე შეგიძლიათ რომ ნიკროს სუპერმარკეტში შეიძინოთ და გასინჯოთ სამივე რძე. თუ ვინმეს გაინტერესებთ, თუ რომელია საუკეთესო ვეგანური რძე, საუკეთესო შვრის რძე, პასუხი წინ გაქვთ. კარგით, ეხლა ბევრი დრო აღარ დაკვირვოთ, დავიწყოთ პირველი რეცეპტის გაკეთება, რომელშიც ძალიან კარგად გამოჩნდება თუ რატო არის Oatly Barista Edition-ი საუკეთესო რძე ყავისთვის და ყავის მოყვარულებისთვის. ეხლა გავაკეთებთ ცივ ყავას ვეგანური მარილიანი კარამელით, რისთვისაც დაგჭირდებათ 100 გრამი შაქარი, დაახლოებით 90 გრამი Oatly-ს ვანილის შვრის რძე, 1 სუფრისკოვზე სიმინდის სახამებელი, 2 სუფრისკოვზე წყალი და პატარა მწიკვი მარილი. პირველ ჯერზე დაყარეთ ტაფაზე თხელ ფენად, შემდეგ რომ გადანება შაქარი, დავუმატეთ შემდეგი ფენა და ესე ნელ-ნელა გაადნეთ და გააყავისფერეთ თქვენი შაქარი. შემდეგ დავუმატეთ შემდგარი რძე, გამყარდება თავიდან შაქარი, მაგრამ გადნება არ იმევლით. ბოლოს დავუმატეთ სიმინდის სახამებელი და წყალი ერთმანეთში გადარეული, რომ შეასკროლოთ მასა და აადუღეთ და სულ ეგ არის. ესეც ისე ჩვენი კარამელი გამზადა და ძალიან კარგი ტექსტური და სისქის არის, როგორც ხედავთ. ეხლა დავუმატეთ ჩვენი მარილი და მარილი უნდა გავუკეთოთ ხოლმე გემონებით, რა თქმა უნდა. ვიღაცას უფრო მარილიანი უყვარს, ვიღაცას ნაკლებად მარილიანი უყვარს, ეს თქვენზეა დამოკიდებული. 100 გრამი კარაქი არ არის, თან და არ არის სრულად ვეგანური. ხან გავაკეთოთ ცივი ყავა, ან ფრაპე, როგორც გინდათ დაუძახეთ. და რა თქმა უნდა, ეს ფრაპე იქნება უადვილესი გასაკეთებელი, რადგან ჩვენ გვაქვს Oatly-ს Barista-ს რძე. და ეს Barista-ს რძე არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ ჩვენ ყავას მიცეს იდეალური ტექსტურა და ის სისქე, რაც გვიყვარს ხოლმე ამ ფრაპეებში და ცივ ყავებში. ამიტომ ვფიქრობ, უნდა წავიდეთ. პირველ რიგში ავიღოთ ბლენდერის ჭიქა. ჩავყაროთ შიგნით ყინული, ჩაუშვათ შიგნით რძე. და დავაბლენდეროთ. ავიღოთ ჭიქა და ჩავასხათ შიგნით ჩვენი გაკეთებული კარამელი. ჩავყაროთ შიგნით ყინული, ჩავასხათ ყავა და დავამატოთ იდეალური ტექსტურის რძე. ეს შესანიშნავ ქაფს იკეთებს. ეს ჩვენი იდეალური ვეგანური კარამელით ცივი ყავა ან ფრაპე, როგორც შეგიძლიათ, როგორც გინდათ ისე შეგვიძლია დაუძახოთ და ამ ფრაპეში რა არის გენიალური? ამ ფრაპეში გენიალური არის Oatly-ს Barista-ს რძე, რადგან მისი ნატურალური სახამებელი ძალიან კარგ ემულსიას აკეთებს ყინულთა დაბლენდერებისას. ანუ შეგიძლიათ რომ მიიღოთ პროფესიონალური, ასე ვთქვათ, foamy რძე, ანუ ქაფიანი რძე და ეს კარგი ტექსტურა და კარგი სხეული რო ქონდეს და ვფიქრობ, რომ ყავის მოყვარულებისთვის დავით ვეგანები არიან ან ლაქტოზის აუტოლობა აქვს, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ალტერნატივაა და მართლა ძალიან კარგი რძე არის. ამიტომ ეხლა დავაგემოვნოთ და გადავიდეთ მეორე. ეხლა კი დავაგემოვნოთ და გადავიდეთ მეორე რეცეპტზე. ყოზე საჭმელი კარამელია. ეხლა კი გადავიდეთ მეორე რეცეპტზე, რომლისთვისაც გამოვიყენებთ ვანილის Oatly-ს და ეს რეცეპტიც იქნება სრულიად ვეგანური. ამიტომ Oatly-ს ვანილის რძე დაგჭირდება 240 გრამი, 180 გრამ ქვილს, 2 ჩაისკოვს გამოფხვიერებელს და მწიკვარს. ვანილს აღარ ვამატებ, რადგან Oatly-ს ვანილის არომატი არის ძალიან არომატული და ვფიქრობ, რომ აღარ არის საჭირო ზემეტი ვანილი ჩვენი პენკეიქებისთვის. ეხლა ეს ყველაფერი შევურიოთ ერთ ჯამში და შევწვათ დაბალ ცეცხლზე ტაფაზე. ჩავყაროთ ყველაფერი ერთ ჯამში და დავუმატოთ 240 გრამი რძე. ეს უნდა მიიღოთ ეს ტექსტურა, რომ ზევიდან კვალს ტოვებდეს ჩვენი ცომი. ეხლა კი გადავიდეთ შეწვევზე და განახებთ თუ როგორ უნდა შევწვათ იდეალური პენკეიქი. ეხლა დაახლოებით 10 წუთი დავასვენოთ, რომ გამოფხვრებელი კარგად გააქტიურდეს და გადავიდეთ შეწვევაზე.
ესე ჩვენი ვეგანური pancake-ი, რომელსაც გამოვიყენეთ ვანილის ოუთლი და აი ხო რა გავსიჭოთ და დავაგემოვნოთ და ყოველთვის სკეპტიკურად ხოლმე გაწყობილი ვეგანური რაღაცების მიმართ, იმიტომ რომ ცხოველური რაღაცები ძალიან მიყვარს მე. აი ხო ნახოთ ესე ჩავჭროთ. იმის თავაზე რომ არც კვერცხი აქვს, არც მცენარეული, არც კვერცხი აქვს, არც ცხიმი და არაფერი მსგავსი, ძალიან კარგი pancake-ები არის და ვანილის არომატიც ძალიან კარგად აყვება. თან კარგად იგრძნობა ესე ნაზად მოყვება გემოს. და ვფიქრობ, რომ ვეგანები ამით აკმაყოფილდებიან, იმიტომ რომ ისეთი მწირი რაღაცებით კმაყოფილდებიან, რომ ეს ძალიან მოეწონებათ. და ბოლო რეცეპტისთვის გამოვიყენებთ ოუთლის შოკოლადის რძეს, რომელიც უკვე მზად არის დასალევად, რადგან არის უგემრიელის შოკოლადის რძე და ასევე იდეალური არის რეცეპტებში. და მოგეწონებთ როგორც პატარასაც და მოგეწონებთ როგორც დიდსაც, ისევე პატარასაც, რადგან შოკოლადი არ არსებობს რომელსაც არ უყვარდეს. და მის შეძენა შეგიძლიათ ნიკოროს სუპერმარკეტში. და ბოლო რეცეპტისთვის დაგჭირდებათ. 1 ჭიქა ოუთლის შოკოლადის რძე, 50 გრამი შვრიის ფანტელი, 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ცალი ბანანი და 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელი. ბანანი დავჭყლიდოთ, ეს მაგარი ხრიგია რო იცოდეთ. გამოდის აი ესეთი ბანანი აქედან, უკვე დაჭყლეტილი. დავუმატოთ შვრია, დავუმატოთ ქოქოსის ფანტელი, დავუმატოთ კაკაო და დავუმატოთ შოკოლადის რძე. კარგად ამოვრიოთ და გადავიტანოთ ჭიქებში. და ესეთი მარტივი არის, რომ ყოველ ღამე მოემზადოთ overnight oats-ები, ანუ ღამის შვრია და შეგიძლიათ რომ შემდეგ დღეს გქონდეთ უგემრიელესი საუზმე გამზადებული. ამას უბრალოდ ახლა შევინახავთ მაცივარში, 8 საათი დავაყენოთ მთელი ღამით, ანუ და მეორე დღეს შეგვიძლია გქონდეს აი ზუსტად ესეთი უმარტივესი საუზმე გამზადებული, ისე რომ ზუსტად 5 წუთი გვექნება დახარჯული წინა ღამით. ეს არა მარტო ვეგანებს, არამედ ყველა ადამიანს გამოგადგებათ, ვინც იძახით ხოლმე, რომ საუზმის გაკეთებას ვერ ასწრებთ. რადგან ყველა ადამიანს შეუძლია მოასწროს ეს საუზმე. ამიტომ ჩაიწერეთ ეს რეცეპტი და ნახავთ, რომ საუზმეს აღარაზოს გამოტოვეთ, რადგან უგემრიელესია, უსწრაფესია და ნოყიერი. და იმედია მოგეწონა დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი და იმედია ვეგანებმა მაინც ისიამოვნეთ, თუ არა ხორცის მჭამელებმა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი და თუ ძალიან მოგეწონათ, გთხოვთ რომ თქვენ მეგობრებს გაუზიაროთ, რომ იმათმაც ნახონ და იმათმაც გადააზიარონ და იმათმაც დაალაიქონ. მოით გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ერთად დავეშინოთ სუფრის კოვზის პატარა კიბერსოფელი. ეხლა კი დაგემშვიდობებით. ბაი!